მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხია YouTube-ზე Mikhail HD. აუცილებლად შემოგვიერთდით, გააკეთეთ subscribe და თქვენ არ გამოტოვებთ ესეთ მშვენიერ ინტერვიუებს. დღეს ჩვენი სტუმარი, როგორც ხედავთ, ჩვენთვის უსაყვარლესი და ერთ-ერთი უცნობილესი YouTuber-ია Temur Guaradze. მოგესალმებით ყველას, привет. ავახართ. Temur მე მგონი შენი გაცნობა ბევრს არ ჭირდება, ეხლა ჩვენი ინტერვიუს პირველი კითხვა არის შენი სახელი და გვარი, მაგრამ სახელი და გვარი არავის არა. ჩემი ნიკნეიმიც, ყველაფერი სახელის და გვარიც, YouTube-იც და აბსოლუტურად ყველა არის Temur Guaradze. Temur Guaradze, რა ვიცი და Temur Guaradze TV, ჩემი ჩენელის სახელი. კი ბატონო, ნიკნეიმიც და სახელი გვარიც უკვე ვიცით. TGTV. TGTV, კი ბატონო. გადავიდეთ ახლა უკვე თავარ კითხვებს. კი ბატონო. მოდი ახლა შენი არხის მისამართი იგივე Temur Guaradze-ა, როგორც Temur Guaradze მოიძებნება YouTube-ზე ჩვეულებრივად და აი ამ ვიდეოზეც უკვე დაიწერება subscribe to Temur Guaradze და ესეც უკვე გამოვრიცხეთ ეს კითხვა და გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. კი ბატონო. გადავიდეთ ახლა ცოტა ოდენი პირადული რაღაცა პატარა ცხოვრებისეული იმას ვქნათ პატარა მიმოვიხილოთ საცხოვრობ ამითი დავიწყოთ საცხოვრობ საცხოვრობ და უფრო ახლოს გაეცანი იმ იუთუბერებს ვინც შენ არ გიცნობს და დღეს აი ამ ვიდეოთი გაგიცნობს მოკლედ მოგესალმებით კიდევ ერთხელ უყურას ეს არის Temur Guaradze და Mikhail HD-სთან ერთად მომეცა საშუალება რომ ინტერვიუ ჩამეწერა დიდი მადლობა მიხეილ ამისთვის მოკლედ მე ვარ Temur Guaradze როგორც კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მოღვაწეობ ნორვეგიაში კონკრეტულად დედაქალაქი ოსლო სწავლობ მაგრამ დავამთავრე უკვე სწავლა საბოლოოდ всё იმენა მორჩა ლექტორი არ ჩამარტყავს თავში არაფერს ასე ტანკები გადაყარა ლექტორი სწავლობდი უბრალოდ უკვე მორჩა ბავშვთა ფსიქოლოგიას და პედაგოგიკას და შემდეგი სემესტრიდან ასე ვთქვათ იწყება უკვე ოფიციალურად სამუშაო და რა ვიცი ეს ნაბიჯი გადავდგი ასე ვთქვათ major ცხოვრებაში ასე ვთქვათ რა ვიცი ამასული ვარ საქართველოსთან უკვე 7 წელი არის დაახლოებით, მაგრამ საქართველოსთან მაინც მაქვს შეხება, ზაფხულობით ჩამოდივარ დასასვენებლად ხო. ძალიან კარგი. შენი ჰობი ახლა. მოუყევი ჩვენს იუთუბერებს შენი ჰობის შესახებ. თუ გინამაში გავაერთიანოთ ეს YouTube-იც, ჰობისთან ერთად, gaming-იც და ესე მოუყვეთ უკვე თქვა თუ YouTube-ია ესე შენი ჰობი, როგორ დაიწყე მაშინ YouTuber-ობა, ესე დავიწყოთ, ან რამ გიბიძგა YouTube-ზე ვიდეოების დადება, გაკეთება და დადება და დავიწყოთ, რავი, გავეცნოთ უფრო ახლოდან ჩვენი Temur Guaradze. ჩემი ჰობი არის ძირითადი ჰობი ჩემი არის, ეხლა ბევრი თქვენთაგანი იფიქრებს, რომ gaming-ი რა თქმა უნდა, სხვა რა იქნება. მაგრამ ჩემი ძირითადი ჰობი არის მუსიკა. მუსიკა მიყვარს ძალიან, მუსიკის გარშე ვერ ვცოცხლობ საერთოდ. გვერდზე ჩამოკიდებული მაქვს იქ 3 გიტარა და ასევე მიყვარს ძალიან ელექტრონული მუსიკა. ასე რომ უკრავ გიტარას და ვაკეთებ ასევე ელექტრონულ მუსიკას. ხოლო რაც შეეხება YouTube-ს, ჩემი აზრით ეს არის უფრო მეორე ადგილზე მყოფი ჰობი, ასე ვთქვათ. და თავისუფალი დროის დახარჯვის წყარო. ასე ვთქვათ, თუ მაქვს ხოლმე ძირითადად ყველაფერი YouTube-ზე მიდის. და რაც დრო გრჩება YouTube-ს ახმართლიან. კი, მთლიანად აბსოლუტურად 100%-ით უკვე ითხოვს, იმიტომ რომ პუბლიკა მიმატა და როცა განრიგი გაქვს შენი და დღეში 5 დღეში ერთხელ წესით ერთი ვიდეო მაინც უნდა დაიდოს ხოლმე უკვე მოითხოვს ეს ყველაფერი რომ თან კიდევ ვცდილობ რომ ხარისხიანი რაიმე მატერიალი შევთავაზო ხოლმე მაყურებელს. და რამ მიბიძგა ხო? კი ბატონო. რამ მიბიძგა და ეს იყო ჩემი მეგობარი, კარის მეზობელი საქართველოსდან, რომელმაც მიბიძგა რომ ეს გააქვსო კომპიუტერიო, იციო, თამაშიო, კონკრეტულად Tanki Online-ი, იმიტომ რომ ჩემი ჩენელი საერთოდ ერთად ფოკუსი მთავარი Tanki Online-ზე არის გაკეთებული, ჩემ ჩენელზე. და შენგან რა მიდისო? გააკეთეო. მე წავდექი და გავაკეთებ ცადე და რა ვიცი, ნელ-ნელა მოვედით აქამდე სადამდე ვარ და დღეს სხვათა შორის აღნიშნეთ 12000 subscriber. კი.
ძალიან მაგარია, სხვათა შორის ქართულ YouTube-ში ამდენი subscribe-ი უკვე ხუმრობა საქმე აღარ. მეც მიყვარს სხვათა შორის, რომ ამდენი ასეთი ინტერესი გამოიჩინა გეიმერობამ და რაღაც. კი ბატონო, ძალიან კარგი. თემო. კი ბატონო, ისმენთ. რასელი YouTube-დან, ანუ YouTube-ზე ძირითადად აი შენი დატვირთვარი გეიმინგი, თქვათ, თამაშების დადება და როგორც მე ვხედავ, შენს არხზე მუსიკალური ვიდეოებიც გაქვს დადებული. ერთ-ერთი შენი უპირველესი ხობი. და მოდი მაშინ პირდაპირ ამ კითხვაზე გადავიდეთ. შენი საყვარელი YouTube არხი არ აქვს მნიშვნელობა ქართული, უცხოური, რომელი YouTube არხი გიყვარს, რატომ, თქვათ და რა კონტენტია? ჩემი საყვარელი YouTube არხი საერთოდ არის სულ სხვა თემატიკაა. მომენტ. მაგრამ ეს არის Phase Jev, ესე ქვია. YouTuber-ი არის ერთ-ერთი, რომელიც იმას თავისი კონტენტი აქვს Call of Duty-ზე აწყობილი თუ არ ვწდები. მაგრამ ეს ადამიანი არის ისეთი, აი ძალიან მარტივად დაიწყო, ძალიან დაბალ დონეზე დაიწყო, დღეს უკვე მილიონს გასდა, არც ბოლოს რო შევამოწმე რაღაც მილიონზე რაღაც subscriber-ი ქონდა. მაგრამ მე უბრალოდ მომწონს ამ ადამიანის ენერგია და თვითონ ხალხთან კომუნიკაციის შესაძლებლობა რა, ანუ თვითონ თამაში მიდის, გვერდზე კამერა აქვს ამოგდებული და არჩევს სხვადასხვა თემებს. ცხოვრებისეულს თავისას რაღაცას დიდად თამაშზე არ ლაპარაკობს. მაგრამ ამ ყველაფერს იმხელა ენერგიით და ემოციით აკეთებს, რომ ძალიან იმასავით გედება რა შენს გარშე და მე უკვე მოგინდება რომ მეც გადავიღებ ესეთ კაი ვიდეოს და მეც დამაინტერესა ეხლა ალბათ ინტერვიუს მერე მომცემ ლინკს მაგალითად. კი, აუცილებლად. მართლა დამაინტერესა. ანუ ესეთი უშუალო პიროვნება როა ეგ მოგწონს და მეც ეგეთები მომწონს სხვათა შორის, ანუ კომუნიკაციას ამყარებს ახლოს ძალიან. ძალიან ცუდი სამსახური ქონდა, ძალიან უჩიოდა სულ მაგას და YouTube-ს მისცა საშუალება რომ YouTube-ე მისი ის გახვდარიყო. ფულის შოუნის თავარი წყარო რა. რომელიც ჩემი სხვათა შორის არ არის. ბევრი მეკითხება ხოლმე რომ ფულ შოურობ თუ არა საერთოდ YouTube-დან არ აქვს საერთოდ კაპიტალს. ხო, ესეც ერთ-ერთი ინტერესის სფეროა ჩვენი ინტერვიუდან და აუხსენი. მოკლედ ეს არის რა ქვია, ანუ როგორც უკვე აღვნიშნე, საერთოდ კაპიკი არ შემომდის ჩემი YouTube-დან, არ ვაპირებ, იმიტომ რომ საერთოდ როცა ფულს გიხდის უკვე YouTube-ე იქ რაღაც მოთხოვნილებები არის, რომელიც უნდა დააკმაყოფილო და რაღაც შეზღუდვები არის და იმისგან გამომდინარე, რომ ჩემი კონტენტი არის ძალიან მუსიკალურად მდიდარი და მიყვარს სხვადასხვა მუსიკების გამოყენება, რომ ვიდეო მაქსიმალურად ეპიჩნი გამოვიდეს და ესეთი ძალიან ძლიერი და მოიხოდო, ასე ვთქვათ. ამისთვის მჭირდება ზუსტად ესეთი მუსიკები და მე რო ამაში ფულს ვიღებდე, მაშინ უკვე YouTube-ე შემზღუდავდა ამაში. ასე რომ არანაირ ფულს არ ვიღებ იმის გამო, რომ ჩემი კრეატიული წყარო არანაირად არ შეიზღუდოს რა, ასე ვთქვათ. გასაგები. ესე იგი, ჩვენი თემური ზრუნავს ჩვენს მაყურებელზე, რომ ანახოს ლამაზი კონტენტი, კარგად გაფორმებული მუსიკალურად და ამიტომაც მან დათმო მონეტიზაცია. კი ბატონო, ესე შეიძლება ითქვას. და ესეთი ტვინის მჭამელი ბანერებიც დათმო. კი, არ მომწონს. ჩვენი მაყურებელი არ შეწუხდეს გეიმპლეის ყურებისას. ძალიან მარტივი ლოგიკა არის, თუ შენ არ გზიამონვის მაგალითად რეკლამები, როგორ უნდა მოითხოვო, რომ შენს მაყურებელს ეს იამონოს. კი ბატონო, გეთანხმები მაგაშიც. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. შენი საყვარელი თამაში. ეხლა არ მითხრა ტანკი ონლაინი. ტანკი ონლაინი ყველამ ვიცით. ვიცით, ყველაზე საყვარელი. მიყვარს, რა თქმა უნდა, მართლა მაგარი თამაშია. შენ არჩეული გაქვს ერთი, ვთქვათ, სფერო ამ გეიმინგში, ტანკი ონლაინი და ეხლა გადავიდეთ შენი ერთ-ერთი უსაყვარლესი თამაში. ერთ-ერთი უსაყვარლესი თამაში. ტანკი ონლაინის მე. კიდევ ერთხელ აღნიშნე, რომ ტანკი ონლაინი ძალიან მიყვარს, 6 წელია ვზადრობ თამაშს. მაგრამ მეორე თამაში ტანკი ონლაინის შემდეგ გამოყოფდი Need for Speed, რა თქმა უნდა. ეს არის თამაში, რომელსაც ძალიან ბევრი ნოსტალგია მაკავშირებს, რა ვიცი, ბავშვობიდან ამ თამაში თვისდებოდი, PlayStation 1-ზე იყო და მე Pentium 1-ზე და 2-ზე და მეც. ასე შემდეგ, ასე რომ უბრალოდ რო გამოვა ხოლმე Need for Speed-ი, თითქოს და რაღაც კავშირი არის ჩემს და Need for Speed-ზე, ვალდებული ვარ რომ ვითამაშო და შეუფასო კრიტიკულად თუ არან კრიტიკულად დეველოპერებს მათი შემოქმედება რა.
მე წავედებულა თული თავს Need for Speed. ეს ბოლო Need for Speed ძალიან კარგი გამოვიდა, რეალურ სამყაროსთან ძალიან ახლოს არის, ძალიან კარგი გრაფიკა არის, არ მოითხოვს მოთამაშისგან რაღაც ძალიან ბევრ მანქანებზე ცოდნას რაღაცეებს, უბრალოდ ძალიან ესეთი dumb down თემა არის. შეგიძლია უბრალოდ დაატუნინგო, გახვედე და იგონკაო. როგორც მოგეხსენება Need for Speed ძალიან დახტუნაობდა, სიმულატორი გაეკეთებინა თუ არ გადაარიცოდნენ და Shift 1 და 2 მაგის მაგალითი იყო. და ეხა მაინც როგორც იქნა EA ადგა და მოусმინა ხალხს და გვინდა რომ most wanted-იო, underground-იო და ყველაფერი ერთმანეთში შეკრეს და ჩვენერი რაღაცა გამოვიდათ. შედგა ეს პროექტი. კი, მართალია განვითარების სტადიაშია, მაგრამ კარგად ვითარდება, კაი პროგრესი აქვს და თუ გაქვთ საშუალება, ყველას გირჩევთ. კი, მეც ალბათ მალე შევიძენ და ტრასაზე შევხვდებით უკვე ერთმანეთს. ბატონო, აუცილებლად. აუცილებლად. ოღონდ იმედია იმ ტრასაზე ტანკით არ გაიჭიდე. არა, ტანკით არ გავიჭიდე. ტანკის მაგვარი მანქანით შეიძლება. ჩემი გალამაზებული მანქანა იმედი არ დაიჭეჭება ტრასაზე ტანკით. მოუვლით. Friendly cruising-ი გავაკეთოთ ასე. კი ბატონო. რამდენი ხანი ხარ თემო YouTube-ზე, მოდი დავკონკრეტდეთ უფრო ესე. აი თებურსაც ჩაიჭრები ახლა. ტანკი ონლაინით დავიწყეთ, ანუ პირველი ვიდეო? კი, პირველი ვიდეო იყო ტანკი ონლაინი. საერთოდ აზრად არ მომქონდა, რომ მე საერთოდ სხვა თამაშებს გადავიღებდი ჩემ ჩანელზე. პირველი იყო ტანკი ონლაინი და თუ არ ვწდები 14 ნოემბერი არის, მაგრამ 2014 წლის არის თუ 15 წლის ზუსტად არ მახსოვს. რიცხვი და გამახსოვს. 1 წელზე მეტი არის. 1 წელზე მეტი არის, როგორც ვიცი, უკვე იმიტომ ჯერ 2 წელზე არ აღნიშნავს, ასე რომ 1 წელი გამოდის, წელწადნახევარი ასე ვთქვათ, უკვე. და რა ვიცი, ჩენელი იყო უბრალოდ მონტაჟისთვის გაკეთებული თავიდან, მონტაჟი მომწონს. თან ეს კომპიუტერმა რომ მომცა საშუალება და კომპიუტერი რო ვიყიდე წესიერი და მეგობარმა მითხრა ეს ყველაფერი პირველივე ვიდეო იყო მონტაჟი. უბრალოდ რაღაც მომენტების, იმიტომ რომ ვიზუალურად ძალიან ლამაზი თამაში არის, რაც არ უნდა იყოს, მართალია Flash Player-ზე დაფუძნებული არის, მაგრამ ბევრის პოტენციალი აქვს თამაშს ვიზუალურად რა. და ძალიან მაგარი ეფექტები შეიძლება რომ გააკეთო და მაგისთვის მინდოდა. მერე წამოვიდა აქედან კომპიუტერი გაქვს, შენი რა დახმოვანებ, მიკროფონი გაქვს და დაიწყე let's play-ებიცო და დავიწყე let's play-ები. და ეს ყველაფერი იყო ასევე ზემოქმედება იმისგან, რომ ერთ-ერთ ჯგუფში ადმინი ვიყავი თავის დროზე და იქ ხალხს ვეხმარებოდი. კითხვებს მისვენე, რომელი იარაღი ჯობია, რომელი ტანკი, ასე შემდეგ და ისე შემდეგ და ამას ყველაფერს ვიდეოში ხსნიდი რა თან. ასე რომ ჩემი ჩენელის დამწყებითი ვიდეოები ძალიან ესეთი ტუტორიალის სახით არის, რომ აი რომელი იარაღი ჯობია, გავარჩიოთ ეს იარაღი, რომელი ტანკი ჯობია და რაღაცნაირად იგიზნობა ეს ყველაფერი ვიდეოში, მართალია მკაფიოდ არ ჩანს, მაგრამ ასე თუ ისე მაინც რაღაც ისეთი წითელ ზოლად გასდევს ვიდეოს. ანუ მე თუ დავიწყე ტანკი ონლაინი ძალიან ქვემოთ შორს უნდა ჩავიდე, ხო? ძალიან 200 ვიდეო კაკ მინიმუმ უნდა ჩახვიდე და სულ რამდენი ვიდეო გაქვთ თემო დადებული დაახლოებით? 200 რაღაცა მაქვს, არ ვიცი, ეხლა 220 დაახლოებით, არ ვიცი და დღით დღე იმატებს ხოლმე. პერიოდები მაქვს ჩავარდნები, სადაც უბრალოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებ კონტენტს მასწავლებლების და გამო. ანუ 1-15 ჯერ შოუ მორ უნდა ჩავიდე და ვნახო, ხო? რომ დავიწყე ტანკი. კი. სავარაუდოდ. თუ რამეა და აქვე პირდაპირ Skype-ში დამირეკავ და პირდაპირ იქვე აგიხსნი თამაში. ძალიან. სხვა შევქნი მეც და გვჭირდა. თემო. მოდი რახან ედიტირებაზე ჩამოვარდა ჩვენთან საუბარი. კი ბატონო. მივცეთ რამოდენიმე რჩევა ჩვენ იუთუბერებს, გეიმერებს, რა ვიცი. ჩვენ subscriber-ებს, რითი ამონტაჟებ, რითი აკეთებ ედიტირებას, აი ესე პატარა review გავაკეთოთ. ნუ ჩემი რჩევა თუ გჭირდებათ იმაზე თუ როგორ გააკეთოთ ედიტი და ეს ყველაფერი, გირჩევდით რომ უბრალოდ კიდევ ერთხელ რა შეიცანეთ თქვენი კომპიუტერი, რა შეუძლია თქვენს კომპიუტერს და რა არ შეუძლია. ნახეთ რა სეტაპი გაქვთ და იმ სეტაპზე რა პროგრამები მიდის და რამდენ დატვირთვას გაუძლებს თქვენი კომპიუტერი დღის განმავლობაში სიტყვაზე რა. ამ ყველაფერს რო დაამოყამებთ და გაიგებთ, მე უკვე შეგიძლიათ ამოერჩიოთ სხვადასხვა პროგრამები, მაგრამ ძირითადი პროგრამა ალბათ რასაც ურჩევდი ყველას არის Bandicam
და Sony Vegas-ი. ეს არის ჩემი სეტაპი, ვიცი რომ ეს ჩემს კომპიუტერზე მუშაობს, არ გამიჭედავს, დაზღვეული ვარ, გარანტია მაქვს რომ გადავიღებ ჩოლებრივად და არანაირი რაღაც სისულელები არ მოხდება კომპიუტერში ამის გამო. და კონტენტი არ გამიფუჭდება და არც განრიგიდან არ ამოვარდები. ასე რომ რა ვიცი, გაიგეთ თქვენ კომპიუტერს რა მოსწონს, რა არ მოსწონს და იმის დამიხედვით გადაიღეთ და თქვენს ისე რომ თქვენ თვითონაც კომფორტულად იგრძნოთ თავი მუშაობის დროს რა. ეხლა თქვენ მირჩიეთ ესე რა ქვია, experience-იც ადეო. და ცდი აუცილებლად და ნახოთ, შეიძლება შევიცვალო. არ ვიცი. მაგრამ ჩემი კომპიუტერი რო After Effects და Photoshop-ის საერთოდ ვერსელ პროგრამას Adobe-საც ვერ იღებს, ეგ ვიცი. კი ბატონო, ანუ შენი რჩევა თემო ესეთი რომ ნუ გამოეკიდებიან ძალიან, ნუ გაიგიჟებენ თავს ამ ოპერატიულებით, ან პირდაპირ ნახონ რა შეუძლია ამ კომპიუტერს. კი. დაარენდერონ ერთი software-ით, დაარენდერონ მეორეთი, რომელიც მოესადაგება თავის კომპიუტერს ძალიან, ნუ გაწვალდებიან და რომელიც უადვილდება თავის კომპიუტერს. და ერთი რჩევა თუ საერთოდ არ გივარგათ კომპიუტერი, let's play-ის მარტო იმისთვის რომ სხვა ვნახეთ და ტელეფონით ნუ გადაიღე. ეგ არ ჭირს, მინახია. ტელეფონით ესე? ხო, აიგრე იღებენ და წალი ხელი ჩანს გვერდზე. ეგრე არ გააკეთო. არ მინახო სხვათა შორის, მაგრამ აიქეს. არის მასეთი კატეგორიას გამიჭერე. ასე რომ ძალიან ხოთ, რა ვიცი. თქვენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ რჩევა არის ესეთი პატარა. კი ბატონო. მოდი გადავიდეთ ახლა კიდევ ერთ შემდეგ კითხვაზე დავწინაურდეთ და რა არ მოგწონს, აი ზუსტად ეს მაინტერესებს. არ მოგწონს ქართულ YouTube-ში. მივედით ბნელ საფართან. რა არ მოსწონს თემურ გვარაძეს ქართულ YouTube-ში? ქართულ YouTube-ში არ მომწონს And the winner is ჩამოუყალიბებელი ჰეითერები. რომლებიც უბრალოდ შემოდიან YouTube-ზე no life whatsoever და მე იმას ვებია რა ქვია, გიწერენ რაღაც კომენტარებს, რომ ის არ ვარგა, ეს არ გივარგა. არა, ან dislike-ებს აწერენ მარტო, ან გაგინებენ, ან რაღაცა. თუ მიწერს ადამიანი ის არ გივარგა და ეს არ გივარგა, კაი. და შეიძლება ამაზე ვიმუშაო და გამოვასწორო. მაგრამ მოდიხარ ვიღაცა საერთოდ უცნობი ადამიანი, ადგები და მიდი 16 სართულიანი ქართული გინება. და რის გამო? და არ ვიცი რა დავაშავე ამ ადამიანს, საერთოდ რა დავუშავე და რაც უფრო დაილაპარაკებ და ცი უფრო მეტი გაიგო, უბრალოდ არ გამოდის, უფრო და უფრო რაღაცა წინს. და რთული არის ასეთ ადამიანთან მუშაობა და თვითონ აი ჩემს დღეს ძალიან ანგრევს ხოლმე და ვცდილობ რომ ეს ბარიერი ჰეითერებზე უბრალოდ გადავახტე ხოლმე რა. მაგრამ არიან ჰეითერები, რომ აი თემო ეს არ მომეწონა, რაღაცა იყო იქა და ეცადა რომ შემდეგისთვის გამოსწორო პატარა რჩევა. dislikes, იმ dislikes-აც ავიღებ, არა პრობლემა. მაგრამ აი ეს უმიზეზო სიძულვილი, შური და ბოღმა, აი ამას ვერ ვიტან. და ძალიან დიდი რაოდენობით აქვს საქართველოში ეს სამწუხაროდ. და ითხოვენ რომ მაგარი მოთამაშე იყო მაგალითად აგარიოში. ითხოვენ რომ აი შენ ნუბო შენა, შენ ნუბო როგორ გაბედე და space არ დააწექი მაგალითად სიტყვა. და ესეთ რაღაცები და ნუ რა ვქნა, არ ვიცი აგარიო ძალიან კარგად და რა ჩემი ბრალია, ყველა პროფესიონალად ხوار დაიბადება ყველა თამაშისა რა. ხო, ნუ რამდენი თამაშია გამოსული ახლა პლანეტაზე და ყველა თამაში ალბათ არ გეცოდინება, რატომ უნდა იცოდე თქვა. ხო, რატომ უნდა იცოდე რა. იმას ვაკეთებ ისევ და ისევ ხალხის გულისთვის. მე თუ აგარიო ვითამაშე, იმიტომ რომ ხალხმა მთხოვა. და მე სულ არ მაქვს მაგ თამაშის ინტერესი. ალბათ ანკების მოედანზე შემოვიდნენ ისინი, თუ მაგრებია. კი ბატონო. მარტომ დავიკლავ მუხლზე. სუ პუშკებს ურტყავ თავში, ხო? კი ბატონო. კი ბატონო. თემო რა მოგწონს ახლა მითხარი ქართულ YouTube-ში? აი გასაფასებ ყველაზე მეტად. ანუ როგორც ენახა ნაღვნიშნე რომ ცუდებში კარგები ვართ, მაგრამ კარგშიც ძალიან კარგები ვართ ქართველები და აი სანამ საერთოდ თქვენ channel-ს ვიპოვიდი იქ კიდე ბევრ channel-ს და რაღაცას რა. ისეთი თემა მქონდა, წარმოდგენა მქონდა ქართულ სივრცეზე YouTube-ს და ძალიან დიდად არ არსებობს და რაღაცა და მე თქვენ სხვადასხვა ინტერვიუებს უყურე და ბევრი სხვადასხვა მოთამაშე აღმოვაჩინე და აი ეს ქსელის მომენტი მომწონს რა, რომ ყველა ერთმანეთს უკავშირდება და ყველა ერთმანეთს რაღაცნაირად ვეხმარებთ. ანუ ერთიანობის თემა რა.
საერთოდ საზღვარგარეთის იუტუბერებს რო დახედოთ თუ რაღაცა მაგალითად რომელზე რომ წეღან რო იუტუბერზე ვილაპარაკე რომ FaceJV მეთქი ის კლანი არის და იმათ თავიანთი ერთიანობა აქვს მაგრამ როგორც ასეთი თვითონ გეიმინგის ინდუსტრიაში ერთიანობა დიდად არ აქვს ყველა რაღაც თავისნაირად სუბიექტურად და ინდივიდი არის ცალ-ცალკე არიან ყველა და თავის საქმეს აკეთებენ რა და 1000 ერთხელ კოლაბებს აკეთებენ ხოლმე მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს ძალიან მაგრად მომწონს ეს თქვენი აზრი იმისი რა ქვია ინტერვიუების გაკეთების თქვენ ჩენელსაც ძალიან ეხმარება და ჩემის როგორც რესპონდენტს მე მეხმარება რომ კიდე ბევრი სხვა ნახო მაგალითად თქვენ ჩენელზე რა თუ სხვაგან იქნება და იქიდან იქ გადადიხარ აქიდან იქ და მოგლა ეს ქსელი რა ერთიანობის შეგრძნება ძალიან მომწონს რა და რა ვიცი ვცდილობ რომ მეც რამენარად სრული შევიტანო ამაში და ეხლა ახალი გამოჩენილი ვარ თქვენთან საერთოდ არ მეგონა ხო მეც ვცდილობ ეს პროექტი მომივიდა უცბად ესე ექსპრომტად აზრად რომ გამაკეთებინა ეს პროექტი მინდოდა რომ ეს ჩვენი ქართველი იუტუბერებს ერთმანეთი ახლოს გაეცნოთ აი ამ ინტერვიუების საფუძველზე ზოგი ვთქვათ თბილისშია ზოგი მაგალითად შენ არ ხარ საქართველოში საერთოდ ხო და მე ვცდილობ რომ გადავლახო ეს ბარიერი და გავაცნო ახლოდან ძალიან იქნება რომ შევიკრიბო რაღაცა მე თანახმა ვარ გეთანხმები შეიძლება რაღაცის ორგანიზება კი ბატონო გეიმერები და იუტუბერები საერთოდ შეიკრიბნონ ერთმანეთთან ძალიან მაგარი იქნება და ერთი კარგი ვლოგი მივწყოთ როგორც იტყვია კი ბატონო ძალიან კარგი აზრი იქნება საფულში ჩამოვდივარ სხვათა შორის ძალიან კარგი დაგხვდები აუცილებლად აეროპორტში ტანკით დაგხვდები აღარ მესროლო განცილებელ ტანკები იყო არა იქ უნდა გავიარო იმ კონტროლში და მე სამოაცლიან რა ხო იარაღს არ გამოგატანე ხო სასროლი ტყვია წამოს ამოაცლიან პრედმეტს არ გამოგატანე სტაიანკაზე დაგელოდა კი ბატონო თემო აუ ორიოდე სიტყვით აბა მაშინ გითხარი შარშან წინა წელს რა გაგეხარდა ყველაზე მაგრად წინა წელს საერთოდ რა ვიცი ისევ ამ ერთიანობას უკავშირდება ეს ყველაფერი რა გამიხარდა იმიტომ რომ საერთოდ მე რო საქართველოში წამოვედი ეს პირველი წელი იყო ჩემი YouTube-ესთან დიდი ხნიანი განშორება ასე ვთქვათ და საქართველოში წამოვედი ძალიან შიში მქონდა რომ რაღაცნაირად ეს იმოქმედებდა ჩენელზე მაგრამ იმის გამო რომ Facebook-ით მაქვს კონტაქტი მაინც მაყურებელთან ასე თუ ისე მქონდა ეს საშუალება რომ რაღაც სხვათა შორის სადაც ცხოვრობს თბილისში იქვე არის ტანკავოი ზავოდი ახლოს და სულ ტანკები გამოყავთ ხოლმე გარჩე და ისა სურათებს ვიღებ და ჯგუფში ვტვირთავდი ხოლმე და ასე თუ ისე რაღაცნაირი შეხება მაინც მქონდა ანუ ის რომ ჩემი ჩენელი არ მოკვდა ვინახევრის განმავლობაში თუ 2 თვის განმავლობაში მიუხედავად იმისა რომ საერთოდ კონტენტი არ იდებოდა ნუ ეს ხალხმა იცოდა მაგრამ ძალიან გამიკვირდა ჯერ პირველ რიგში რომ რამდენად ერთგული არის მაყურებელი ამასთანავე დაგვავიწყდება რომ ძალიან უყვარხარ შენ მაყურებელს ვიცი და რა ვიცი ვცდილობ რომ რამენერად დაუფასო ხოლმე და ანუ ეს სიყვარული რაც მოდის მართალია ძალიან ცუდიც ბევრი მოდის მაგრამ უფრო დიდი რაოდენობით ეს პოზიტივი და სითბო და სიყვარული მოდის ამ ხალხისგან და ათ let's play-ში ერთხელ ვცდილობ რომ ამ მეგობრებთან ერთად თვითონ ისენ ტანკი ონლაინში ეს შევკრიბო ხალხი, ვინც მაყურებლები არიან და ვთამაშობთ ერთად ხოლმე გარჩე და ეს არის ჩემი კონტაქტის საშუალება, მაგრამ ვინაიდან რადგანაც პუბლიკა იზრდება, ძალიან რთული არის კონტაქტი ქონდეს ყველასთან, მე ზოგიერთ წინს ხოლმე სამწუხაროდ. კი, შენ ერთი ხარ და ისინი ათასობით არიან, უკვე და ძალიან ძნელი. კი. ასე რომ ის რომ ეს ერთგულების მომენტი ძალიან გამიხარდა ჩემი ჩენელის მიმართ და რა ვიცი მადლობის მეტი არაფერი არ მithქმის ყველას დიდი საჩქარი იყო ალბათ ეს ჩემი ჩენელისთვის ძალიან კარგი თემო მოუყევი ჩვენ მაყურებელს შენი სეტაპის შესახებ ორიოდე სიტყვით ჩემი სეტაპი არ ვიტრაბახებ მაგრამ ძვირიანი სეტაპი არის ასე თუ ისე მით უმეტეს ნორეგიულ ფასებთან შედარებით თუ ვიმსჯელებთ ესე იგი i7-ის პროცესორი მაქვს Devils Canyon არის 4.0 GHz quad-core ასევე MSI-ის მოდელი მიყენია Nvidia 970 ცოტა ცხელი ვიდეო კარტა არის მაგრამ არ უშავს ვიტანთ
ძალიან ისე რაღაც თამაშებს ვერ იტანს დიდად. ნორვეგიულ სიცივეებშიც კარგად მუშაობს. გავაკეთებ ხოლმე ბალკონში თეთრ დათვებთან და კარგად მუშაობს. და ისა რა ქვია, ოპერატიული მაქვს 16 გიგაბაიტი, რომელიც ჯერჯერობით ყოფნის, მაგრამ updates ვფიქრობ 32-ზე. მე როცა სამსახური მექნება და როცა საშუალება მექნება რომ ავაწყოთ წესიერი კომპიუტერი. кейსი სახელი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ლამაზი кейსი არის, ნუ გარედან ფანჯარა აქვს, ასე რომ ძალიან ხელმისაწვდომი არის ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ გამოაყო და შეძრე კომპიუტერში და მოხსნა რაც დაგჭირდება რა. Cable management-ი რომ არ ჩანს წინ ძალიან clean setup-ი არის მიუხედავად იმისა რომ წყალზე საერთოდ არ არის გაგრილება. ანუ კულერი არის დიდი ნოქტუას კულერი მიყენია და ის ამუშავებს ამბიენტ ტემპერატურას. მაგრამ კურსესმენებსაც როგორც ხედავ მაგარი გაქვს ძალიან. ხო, Razer-ის Chroma. Razer-ის. Chroma და ეს რა ქვია, მიკროფონი აქვს ძალიან კარგი რა. ეს გამდინა. კლავიატურა, მექანიკური კლავიატურა და მაუსი ვერა. ძალიან პატარა მაუსი არის, იმიტომ რომ მქონდა ძალიან მაგარი მაუსი და გაფშიკა ფეხები. პუშკა არ უყენია მაგ მაუსს? რა? პუშკა არ უყენია მაუსს? არა, არაფერი არ უყენია, თელეფი მაუსია და კუდიც კი არა აქვს. მე სულგონია რომ მაუსითაც ისვრი ხოლმე. არა, მაუსით სხვათა შორის არასდროს არ უსვით tank online-ში. მე არა. იმითი ხო, კლავიატურა. სულ კლავიატურაზე ხდება ყველაფერი და? ხო. ესე გამოიყურება ჩემი კლავიატურა, თუმცა არანაირად არ არის მექანიკური და რაღაც ძალიან მოძველი და მაგრამ უბრალოდ space-ი აქვს იმხელა. რო სადაც არ უნდა მქონდეს ხელი, იმ სროლის თემა ეს არის და მიჩოული მაქვს ხელი და სხვა კლავიატურას ვეღარ ვეჩვევი ამის გამო რა. და ძირითადი კომპიუტერი არის და ვიზუალურად თვითონ tools ასე ვთქვათ, არც მაუსი, არც keyboard-ი, არც ეკრანი და არაფერი ძალიან მაგარი არა მაქვს. მარტივი არის საქმეს ყოფნის. თემო როგორ ფიქრობ აი შენი subscribe-ები და მაყურებელი ასე ძალიან სწრაფად გემატება რას დააბრალებ ამას უფრო სწორედ რას დააბრალებ რითი იმსახურებ აი შენი თავის ირგვლივ აი რა გაქვს ესეთი კაი თვისება რომ აი ესე ხალხი ძალიან სწრაფად იზრდება შენი subscribe-ების რაოდენობა. მე არ დავიჯერებ იმას, რომ თქვა, რომ tank online-ი მოწონს ყველას და მაგიტომაც. არა, მე მგონი, რომ უფრო ახლოს ხარ შენ მაყურებელთან და უფრო ესეთი. ნუ ახლა მე რითი დავიმსახურებ მაყურებლის ამხელა სიყვარული მე თვითონ აზრზე არა ვარ საერთოდ, მაგრამ თუ დავიცი თუ გინდათ რომ იყოთ YouTuber-ი და რჩევას მე მოგცემდით და ამას ვაკეთებ მე რა. ნუ პირველ რიგში ის რომ ეცადეთ იყოთ გამორჩეული. YouTube ძალიან დიდი ბაზარი არის, ასე ვთქვათ, ბაზარს ვეძახი, იმიტომ რომ არის community, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ბაზარი, ყველა თავისი რაღაცით მოდის. და თუ თქვენ ვიღაცას მაგალითად აიღებთ სიტყვაზე, მაგალითი შეიძლება იყოს და ზუსტად იგივეს გააკეთებ, ძალიან ცოტა შანსია იმისა, რომ იმაზე მაგრა გააკეთო, ვინც ამას 3 წელი აკეთებს უკვე და თავის ყველაფერი დამოღამებული აქვს და შეიძლება იმ იუმორშიც კი ისე არ გამა. ასე რომ ეცადეთ რომ იყოთ ორიგინალურები, აუცილებლად ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. არ შეგეშინდეთ იმისა, რომ აი ეს ვიდეო სულელური გამოვა და არაფერი. გააკეთეთ, გადაიღეთ ვიდეო როგორიც გამოვა, გაბედეთ და ნახეთ ხალხს როგორ მოეწონება. მე არასდროს არ მიტყდება მაგალითად ჩემი თავის ვიდეოში გამოჩენა და ჩემი თავის მაგალითად თვითონ ადამიანის გამოყენება რაღაც ვიდეოს ფონად ან თემატიკად მაგალითად. ასე რომ გააკეთეთ რაც არ უნდა იყოს, ნუ შეგწხვებათ ეს მოიხსენით ყველანაირი ისინი კომპლექსები აბსოლუტურად და თქვენი არის ბაზარი, შეეჭიდეთ, დაგლიჯეთ, დედაუტირეთ, რა ვიცი და არჩენეთ ხალხს რა შეგიძლიათ მაქსიმალურად. და ასევე გირჩევდით რომ განრიგი, რომ დათქვით დღე აი უეჭველი დაჯექით, დაფიქრდით, რამდენ ხანში შეძლებთ ვიდეოს გადაღებას, ერთი ვიდეოს გადაღებას. და დათქვით ეს ჩემი განრიგი არის 5 დღეში ერთი ვიდეო. აუცილებლად. შეიძლება არ იყოს tank online-ის დიდი ვიდეო, შეიძლება არ იყოს სხვა თამაში, შეიძლება იყოს რაღაცა 1 წუთიანი Need for Speed-ის speed run მაგალითად, ხო? მაგრამ ვიდეო არის, მაინც ხალხს შეპირებული ხარ, ხალხი გელოდება. და თუ არა გაქვს ამ 5 დღის განმავლობაში საშუალება იმისა, რომ ვიდეო გადაიღო, უბრალოდ წინა ვიდეოში რამენაირად გააფრთხილე ხალხი. ასე რომ მე როცა ვთამაშობ, ყოველთვის ეკრანის უკან წარმომიდგენია ხალხის დიდი მასა და ამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის. ასე რომ თქვენი სამყარო შეიქმენით
დათქვით დრო ახლოს იყავით როგორც შეძლებთ მე კომენტარებს ვცდილობ რომ გადავალო ხოლმე თვარი აი ძალიან რთული არის იმდენი არის უკვე და მეც ყოველთვის უყურებ ხოლმე და შეძლებს დაგვარ პასუხებს წენ ხო და ეს არის საქმე ძალიან რთული ერთი და იგივე კითხვა ისმევა ხოლმე რამდენჯერ და ვტოვებ ხოლმე უბრალოდ მაგრამ Q&A-ს ვაკეთებ ხოლმე ძალიან კარგი არის Q&A ძალიან კარგი საშუალება არის მართალია კითხვები ბევრი მოდის მაგრამ ერთხელ მოდის და ნუ გადადებ დროს და მოუხრი თავს კარგად გასცემ პასუხს ყველაფერს რა და უბრალოდ ნუ შეგეშინდებათ ხალხი არის თქვენი მეგობარი და გამოიყენეთ ეს უბრალოდ და რა ვიცი გაერთეთ ერთად გააკეთეთ ყველაფერი რა ნუ შეეშინდებათ ექსპერიმენტების ჩაატარონ არაფერი საშიში არ არის უბრალოდ თქვენ საქმეს აკეთებთ ცადეთ გადაგიჭერთ ხალხი მხარს არ დაგიჭერთ მაშინ გეცოდიმეთ რა გააკეთოთ შემდეგში ან უფრო რა დაუმატოთ კი და პრაქტიკა მოიტანს უკვე ამ ყველაფერს და გამოიწრთობიან როგორც იტყვი კი აუცილებლად იმიტომ რომ ჩემს პირველ ვიდეოს რო უყურებ ძალიან მორცხვი ესეთი წყნარი ხმა მაქვს და ძალიან ჩუმად ლაპარაკობ ეხლა კიდე ეს ჭიკაყავას დავлებ და ხელები ფეხები აი მაიმუნობ ხოლმე რომ მაქსიმალურად გაერთოს ხალხი და კიდევ ერთს ურჩევდი აუცილებლად იპოვეთ თქვენი ფრაზა აი ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას არ ვიცი რა როგორი მნიშვნელობა აქვს მაგრამ როგორც ჩანს ძალიან მაგრამ მუშაობს ეს ყველაფერი სლოგანივით ეგრეცდება ჩემი ფრაზა არის ვიდეოებში ბეჩავები ესეთი ის და ტანკისტები ვიღაცები რო ხვდებოდნენ და რაღაცა ბეჩავები იყვნენ და ვაბეჩავებდით ასე ეს ძალიან მოსწონდა ხო ბეჩავები ვიდითებო კიდე თქვი ბეჩავები და რაღაცა ხო კომენტარებში ერთხელ ლაივს უყურებდი შენსაც და ბეჩავებიო იქ დაგიწერეს ხო აი ესეთი რაღაცა სლოგანი მოიფიქე და არაფერი თავიდან რაღაც ვიღაცამ აღიქვა ეს შეურაცხყოფათ მაგრამ ეს არა ეს არის შოუს ნაწილი ასე ვთქვათ და ისე მოიფიქრეთ ისეთი რაც ასე თუ ისე ნეიტრალური იქნება და ბეჩავებში მეც უც არაფერს არ ხედავ და ახსნილი მაქვს და რა ვიცი ხან მე ვარ ბეჩავი ხან მოწინააღმდეგე ხდება ხოლმე ხო კი გასაგებ ჩემი სლოგანი ალბათ მოგესალმებით ყველას ხო ეგ არის ხო მაგაზე და მით იქნება შემდეგი ხო who's next აი ამ ვიდეოს მერე ზუსტად აი ეგ იქნება ერთ-ერთი სლოგანი მოდი გადავიდეთ ახლა ესეთი კითხვა რა მოგწონს ჩემ არხში და რა არ მოგწონს შენ არხში მომწონს პირველ რიგში ის რომ ნუ რაც ეხლა თქვი რომ აერთიანებ ამდენ იუთუბერს და ეს თვითონ პროექტი ძალიან კარგი აზრი არის და შენი ჰობი და ეს ყველაფერი და ისა ძალიან მაღალ ხარისხზე გაქვს აყვანილი ძალიან გიждები ხოლმე რომ უყურებ აი ტოპ რევიუების და ანბოქსინგის ჩენელად ვხედავ შენ ჩენელს რამდენად კი უკვე არ ვიცი მაგრამ ნუ ძალიან ლამაზია ერთადერთი ჩემი როგორც იუთუბერისგან ცოტა ძნელი დასანახი იყო ეს ყველაფერი ერთი შეხედვით და მომიწია რამდენიმე ვიდეოზე გასვლა რომ გამეგო აჰა აი თურმე დასაკეთებს და ეს რა ქვია ძალიან კარგი ჩენელი გაქვს ტუტორიალების პონჩის და რაღაცა მე უბრალოდ მაგიზნერები არ მაქვს ასე თუ იმეს რაიმე გაინტერესებს მოდით ამ კაცთან აუცილებლად გავაზიარებ შენ ჩენელს ჩემ ჩენელზეც რომ ჩემმა ედიტინგის მოყვარულებმა შემოიხედან შენთან და ნახონ რა ხდება მეც უკვე დამატებული მაქვს თემურ გვარაძის არხი ჩემი რჩეული არხების სიაში მარცხნივ თუ მარჯვნივ არ ვიცი გამოჩნდება ალბათ ნახავთ მე ვიდეოებში აუცილებლად გააკეთეთ subscribe თემურის არხზე მე ჩემთანაც აუცილებლად გააკეთეთ და არ გამოტოვებთ აი ამ ინტერვიუებს თემო წარმატებები მინდა გისურვო ძალიან ბევრი ვიუები ბევრი subscribe-ები დიდი მადლობა. ასევე შენს გისურვებთ. შენს მუსიკალურ ინდუსტრიაშიც მინდა დიდი წარმატებები გისურვო. დიდი მადლობა. და როგორც ერთ-ერთ ჩვენ წინა რესპონდენტს უსურვე youtube.com/vevoze მალე მეხილოს შენი თავი. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. შენს ასევე ბევრს გისურვებ აუცილებლად. არ იმენა ძალიან მაგარი ჩენელი არის მართლა ამას იმიტომ არ ვამბობ რომ რაღაც ინტერვიუში ვარ მართლა ხარისხიანი ჩენელი და მართლა ბევრი საინტერესო რაღაც არის შენ ჩენელზე და ასე ვთქვათ გამოიხედავს იმიტომ რომ ძალიან მეგონა რომ ძალიან ჩაკეტილები ვიყავით ეს იუთუბერები და შორს ქართველი იუთუბერები და შორს ვერ უყურებოდი და მე ეს რო ნახე სხვადასხვა ჩენელები ამ კაცმა ახლა
ის გვაჩვენა, რა ქვია, სამყარო ქართული. მე რო ვსწავლობდი ადრეს, სხვათა შორის, ჩემ დროს არ იყო ეს YouTube რაღაცა, F1 იყო ჩემი ყველაზე მაგარი მასწავლებელი ყველა პროგრამაში და რაც მაკლდა ყველაზე მეტად, მაგითო გავაკეთე აი ეს ზუსტად რა. ძალიან კარგი და კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებ შენც ასე. დიდი მადლობა თემო ინტერვიუსთვის. არაფერს როგორ გეკადრებ. გავაკეთოთ subscribe თემოსთან, გავაკეთოთ ჩემთან. Subscribe this guy, not me, that guy. მადლობა თემო, დიდი მადლობა. კარგად. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და ერთი კითხვა. Who's next? ვინ არის შემდეგი? ვინი? არავინ არის. კარგად თემო. კარგად.